თქვენი კოალიციის შეფასება როგორია იმ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით? ხო, შოვენ დღე იყო, გუშინ ბევრი რამ გამოჩნდა ალბათ. ჩემი ხმა მიბრუნდება თუ არ შეეძლებელი რომ გავასწოროთ, თუ არა გავაგრძელებ. გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა ის რომ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქართულ ოცნებას რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია და ის რაღაც არჩევნება წოდებული ფარსი რომელიც ჩაატარეს ამისი ნათელი დადასტურება იყო. ჩვენ ვნახეთ 100%-იანი რაღაცა შედეგები დასრულებული რაიონებისა თუ ქალაქების არჩევნები საქართველოში, რაც ხო ალბათ ყველას ეგრევე მოგვაგონებდა, რამოდენიმე ათეულის წლის წინამდელ საქართველოს ან დღევანდელ რუსეთსა თუ ბელორუსს. ნახეთ, ძალიან დაბალი აქტივობა მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ცდილობდა მაქსიმალურად რაღაცა მაღალი მობილიზება გაეკეთებინა. და იმ პარტიებმა, რომლებმაც სადეს რაღაცა ფორმით ლეგიტიმაცია მიეცათ ამ არჩევნებად წოდებული ფარსისთვის, ასევე ნახეთ რა შედეგით დაასრულეს გუშინდელი დღეს 60-70%-ით დააყოლდათ ხმები კიდევ რომლორებ ამ რაღაც არჩევნებად წოდებულ ფარსში. რაც შეეხება აქციას, რომელიც გაიმართა გუშინ, ასევე ძალიან კარგად გამოჩნდა ამ აქციაზე, რომ ქართული ხალხის გაბრაზება რეჟიმის მიმართ, ქართული ხალხის სურვილი იბრძოლოს დემოკრატიული ღირებულებისათვის არსად წასულა და 100,000-ზე მეტი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში ცალსახად ამას ნიშნავდა. იმიტომ ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენს რაც შეეხება ყველამ კარგად ნახეთ, ბუნებრივია ის რომ აქციის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა გუშინ გვიაღამით სახლში კმაყოფილი არ დაბრუნდა. ბუნებრივი ამბავია ეს, ამაზე პრინციპში თავად ორგანიზატორებმაც ისაუბრეს თავიანთ დაჭერებამდე შეცდომებზე, რაღაც არასწორ ნაბიჯებზე, რომელიც მათ გადადგეს. მაგრამ ამის მიუხედავად ნახეთ რომ დღეს გადაიკეტა რუსთაველი და კიდევ ერთხელ გუშინდელმა დღემ ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისათვის ალბათ კარგად აჩვენა რომ ბრძოლა ამ ქვეყანაში რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლად გრძელდება და სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ანუ ბევრი ამბობს რომ შეიძლება ეს რეჟიმა გამოიყენოს ჩასახშობად ამ პროტესტში. პრინციპში იყო განცხადება ხო შესოსოსი რომ ყველა შეკრება იქნება უკანონო და ასე შემდეგ. რამდენად შეიძლება ეს გამოვიდეს? ცელობას რეჟიმი არ დააკლებს, ეს ძალიან კარგად ჩანს, ადამიანების დაჭერა, რა ვიცი, გუშინაც, იმის წინაც, თუ არ შეიძლება უახლოეს დღეებშიც, რა თქმა უნდა, ეხება ამისკენ მიმართული რეპრესიები, რასაც რეჟიმი აკეთებს მხოლოდ ერთი მიზნისთვის. საპროტესტო მუხტი ჩააქროს ამ ქვეყანაში, რათა აი იმ სიტუაციას, რასაც ეხლა ვცხოვრობ, დაარქვას ნორმალური და რა ვიცი, ძალიან დიდი ხნით მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნოს. მაგრამ გუშინდელი დღე ჩემი აზრით ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ ბევრი რეპრესიების, რა ვიცი, უაზრო პროპაგანდების და ყველაფრის მიუხედავად, რა ვიცი, უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კარგად გამოჩნდა, რომ ეს ხალხი არ აპირებს დანებებას. უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ და ჩვენი კოალიციის პოზიციაც ეგ არის, რომ ბრძოლა ბოლომდე სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქუჩის პროტესტს აქ რა თქმა უნდა აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენ ცოტა ხნის წინ ევროკავშირიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები წაიკითხეთ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად ქართული ხალხის მრავალფეროვანი პროტესტი, მათ შორის განსაკუთრებით რა თქმა უნდა ქუჩაში ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გაგრძელდეს ამ პარტიების ჩართულობა, როგორ თქვენი პარტია ცოტა გვერდზე იდგა, ხო, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ სულ ასე გვერდზე დგომით თუ ინიციატივა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ აიღეთ საკუთარ თავზე, ასეც ალბათ არაფერი გამოვა და რას აპირებთ პირადად თქვენ? მოდი მე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ამ ნაწილში ერთი ჩვენ მქონდა ძალიან ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის შესახებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ჩემი აზრით ძალიან სწორი კამპანია და ის რომ ის არჩევნები დასრულდა ისე როგორც დასრულდა ამ ბრძოლის შედეგიც იყო, ამიტომაც იმართებოდა ქუჩაში საპროტესტო აქციები, მათ შორის ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი და მათ შორის გუშინაც ჩვენი პარტიის ძალიან ბევრი არ მხოლოდ ასობით, შეიძლება ათასობით წევრისა და მხარდამჭერიც მშვიდობიანად იდგა რუსთაველის ქუჩაზე. ჩვენ გამარჯვება ეგრეთ წარმოგვიდგენია აღმავალი პროტესტი ქუჩაში, საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან კაფიო და სწორი ქართველი ხალხისადმი მიგვიყვანს იქამდე, როცა რეჟიმი ჩამოიჩინება. ეს რეჟიმის ჩამოშლა ეგრე ხდება და ეგრე დავინახავთ ყველა, როცა აუცილებლად მოვა ის დრო, როცა ბიძინა ივანიშვილისა თუ კოპახიძის მიერ გაცემულ ბრძანებას არც მოსამართლე, არც პროკურორი და არც სპეცრაზმელი აღარ შეასრულებს. ოღონდ
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას სჭირდება ბევრი შრომა, სწორი კოორდინაცია, არ მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ ზოგადად. ხო და რატომ არ არის ეს კოორდინაცია, ხო? ნუ ჩვენ ახლა ხედავთ, რა ვიცი, უამრავ ნაწილად დაყოფილ პოლიტიკური სპექტრი ცალკე არის, შიგნით სხვადასხვა მიმართულება ზოგი არჩევნებზე გადის, ზოგი აგერ რევოლუციას აწყობდა, თქვენ ცალკე idekit, აქტივისტები ცალკე არიან და არაფერზე კოორდინაცია არ ხერხდება, განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრში და ამ აქ პრობლემის მოგვარებას როგორ ხედავთ? არის სამწუხაროდ შემთხვევები, როცა კოორდინაცია ვერ ხერხდება და ბოლო ნაწილს მოგავითვალისწინებთ, როცა ორმა პარტიამ პროდასალურმა გადაწყვიტა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ეს იყო რაღაცა საშინელი შეცდომა, ჩემი აზრით დაშვებული მათი მხრიდან, თუმცა ჩვენ სწორი კოორდინაციის ბევრი მაგალითი გვაქვს ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მიმაჩნია, რომ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რეჟიმად მოიხსენიებს ქართულ ოცნებას და საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება ივანიშვილს არა აქვს და ამაში გულისხმობ პარლამენტიდან გამოსვლას, იქ საბჭოთა დაფინანსებაზე ვარის თქმას, ულკიანის კომისიაზე არ მისვლას და რა ვიცი, ამის გამო ჩვენი პოლიტიკური გუნდის 2 და კოალიციის 4 ლიდერი ყავს ახლა ციხეში, არ თანამშრომლობა და მუდმივი წინააღმდეგობა რეჟიმთან. ამ ნაწილში მნიშვნელოვანი კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო, რა თქმა უნდა, იყო არაკოორდინირებული ქმედებებით, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში არის. თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ მომავალში გამომდინარე იქიდან, რომ ყველანი კარგად ვითვალისწინებთ, ვისთან გვაქვს საბოლოო ჯამში, ხო? ჩვენ საქმე გვაქვს იმ ტიპის რეჟიმთან, რომელიც, რა ვიცი, ბავშვებს ქუჩაში წემს, ქალებზე სექსუალურად რაღაც შევიწროებას ახორციელებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იჭერს ადამიანებს და ასე შემდეგ და როცა ამ მასშტაბის საფრთხეს ვაცნობიერებთ, მაშინ როცა ვხედავთ ასევე იმ დიდი შეერძელოების ფანჯარას, რომელიც რა ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში არ ქონია და დღესაც კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობა აგერ გვითხოვს, ხო? ამ დროს მეტი კოორდინაციის ვალდებულება ყველას მოგვეთხოვება და იმედია, რომ ეს გამოვა კიდეც. მე არ ვუყურებ მოკლედ ესე უიმედოთ ამ ნაწილს. ხო, გასაგებია, მაგრამ უბრალოდ ნუ პარტიებმა რაღაც პოლიტიკური დღესასრიგი უნდა შექმნათ, რასაც ამ ეტაპზე, რა ვიცი, რამდენად ახერხებთ, ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ჩვენ ძიმე ვითარებაში ვართ, ყველას კარგად გვესმის, ცხოვრობთ იმ მოცემულობაში, როცა რა ვიცი, ტოტალიტარული რეჟიმი მართავს პირდაპირ მნიშვნელობით ამ ქვეყანას. ამიტომ პარტიებსაც უჭირს, მედიასაც უჭირს, არასამთავრობო სექტორსაც და ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანსაც, მაგრამ ამის მიუხედავად რაღაცა მცდელობა ამ საქმეს არ უნდა დავაკლოთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებლობის რაღაცა ბოლომდე რაც არის ჩვენს რეგიონში, მოკეთ ამით ვცდილობ წინააღმდეგობას, მათთან არ თანამშრომლობას და პროტესტს ყველგან და ყველაფერში. მეტი რაღა უნდა ვაჩვენოთ, მელია იქნება გვარამია, ჯაფარიძე, ხოშკარია, არ თანამშრომლობის გამო არის ეს ხალხი ციხეში წასული. არ არსებობს საპროტესტო აქცია ივანიშვილის წინააღმდეგ, სადაც მოწინავე არ არის ჩვენი პარტია თუ კოალიცია და ასე შემდეგ. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.